გამარჯობა, მოგესალმებით. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა TikTok-ზე ჩამეწერა, იმიტომ რომ იქ უფრო არიან მოზარდები და მოზარდებისთვის არის ეს ვიდეო. პირველ რიგში იცოდეთ, რომ ძალიან მაგარი თაობა ხართ, ძალიან მომწონ ხართ და საბედნიეროდ მაგარია რომ ხართ და ბოდის გიხდით, რომ ძალიან ბევრი იმედებს ვამყარებთ თქვენზე, ჩვენი თაობა, თუმცა ჩვენსაც ვიზავთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწევთ, რომ თქვენ კიდევ უკეთეს საქართველოში გეცხოვროთ. სულ ხშირად მესმის ამ ბოლო დროს, რომ აი შენ რა გინდა, რა მიზანი გაქვს, გარდა იმისა, რომ კიდე რაღაცები უნდათ, კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს, მოცეკვავე თუ მსახიობი თუ რაღაცა. ესეთ ყოველდღიურობაში ყველას აქვს რაღაცა ოცნება, რომ iPhone 17 ქონდეს ან iPhone 16 ქონდეს და არ ვიცი რა გითხრათ და ამისთვის აგროვებს ზოგი ფულს ან დაბადების დღეზე თხოვს თოლის ბაბუას და თოლის ბაბუას ახალწელს თხოვს და დაბადების დღეზე მშობლებს და ძალიან კარგია რომ ზუსტად იცით რა გინდათ მაგრამ ხო შეიძლება მე ვფიქრობ რომ თქვენ ძალიან ჭკვიანები ხართ და ვფიქრობ რომ ძალიან მრავალფეროვანი ინტერესი გაქვთ ამიტომ ერთი რაღაცა მინდა გირჩიოთ რომ იცოდეთ iPhone თავისთავად ძალიან კარგია. ძალიან კარგი გამოგონებაა. მე მაქვს 15 Pro და რაღაცა სულ რამდენიმე წელია და უბრალოდ ჩემს საქმიანობაში სჭირდება ეს, თორემ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ვიზუალურად სხვა რაღაცები ამერჩია. და მინდა გითხრათ, რომ თქვენი ინდივიდუალურობა და გამორჩეულობა ზუსტად იმაში არის, რომ არ დაემსგავსოთ ერთმანეთს. და ჩვენ ველოდებით ზუსტად აი ამ თქვენ ინდივიდუალიზმს და მინდა გითხრათ, რომ უამრავი კარგი რაღაც არსებობს iPhone-ების მიღმა, ძალიან ფერადი და ხო და აქვე ვიტყვი რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრი იმ ყურმოკრულის რაც ეს ბოლო ერთი კვირა რაღაცა განსაკუთრებით ხშირად მესმის. ეს უბრალოდ ანიშნავს იმას რომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი აზრები გაქვთ და 42 წლის ქალის აზრებით ბუნებრივია ვერ იცხოვრებთ და არც უნდა იცხოვროთ. ეს უბრალოდ ისე. ნახავთ ის. დრო არ მეყო. ხო და ამ ბოლო დროს ხშირად მესმის რომ აი ჩემი მე ფულს ვაგრებ iPhone 17 მქონდეს ძალიან კარგია არ მინდა iPhone-ს ეწინოს მე თვითონ iPhone მაქვს ამას არ გულისხმობ უბრალოდ მე ვამბობ რომ თქვენს ასაკში შეგიძლიათ სულ სხვანაირი რაღაცები გაერთოთ და iPhone 17-ის გროვებაში არ დახარჯოთ დრო და ფული იმიტომ რომ ვიღაცა შენს კლასელს iPhone-ი აქვს ან ვიღაცას რაღაცა 17 აქვს თუ რაღაცა ნუაყოფით ამას იმიტომ რომ ეს საერთო ჯამში ძალიან მალე მიხვდებით რომ ძალიან დიდი სისულელია და ჯობია რომ მიზანი ქონდეს მაგალითად საყვარელი თამაშის დასწრება სადღაც სტადიონზე რომელიც საზღვარგარეთ არის და ძალიან გინდა რომ ლაივში ნახო ეს თამაში ან კონცერტი საყვარელი ჯგუფის საქართველოში იქნება თუ საქართველოს მიღმა